დილამშვიდობისა საქართველოს, სიამოვნებით მოგესალმებით კვლავ, თქვენ უსმენთ რადიო იმედს მთელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედიჯი, MyVideoG, ასევე მაგდის IP ტელევიზიით 53 არხზე და რადიო იმედის Facebook გვერდზე. დღეს ორშაბათია, მე უკვე გითხარით დილით, რომ ტრადიციულად ორშაბათობით გვერდება მიხეილ ცაგარელი კვირის ასტროლოგიური პროგნოზით. ბატონი მიშა უკვე საეთერო სტუდიაშია, რომელსაც სიამოვნებით მივესალმებით დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, ბედნიერი დილა, დღე, კვირა, ყველას მინდა გისურვოთ, დადებითი განწყობა რაც შეიძლება მეტად და გარკვეული ყურადღებაც, რაც ქვია ტენდენციების მიმართ, რომელიც მოსაოდნელია, ამიტომ თქვენ ხედავთ რა ხდება ჩვენს ირგვლივ, თუმცა მე მახსოვს, რომ პანდემიის დროს იყო ჯერ კიდე რომ გამოაცხადე, იმიტომ რომ კითხვა იყო მაშინ, რომ ირგვლივ იქნება ცეცხლი და საქართველოს გადარჩება. აი ეს მომენტი ეხლაც აბსოლუტურად ძალაშია ეს ამბები, ამიტომ მთლიანობაში სიტუაციები რაც ქვია დაიძაბა ხედავ და ჩვენ ამაზე გაფრთხილებდით რომ არის ერთ-ერთი ურთულესი პერიოდი წლის განმავლობაში და შესაძლებელია ესეთ სიტუაციები შეიქმნას რაც ხდება ჩვენს ირგვლივ ყოველ შემთხვევაში მოით ახლა აღვნიშნოთ რა ტენდენციებია წინ ანუ დედამიწა ემზადება დადებითი ენერგოველში გადასასვლელად და რეალურად დღეიდან იწყება ეს პროცესი მაგრამ უფრო მეტად ჩვენ ამას ვიგრძნობთ ყველანი 26 რიცხვიდან 5 შაბათიდან იქამდე რა ხდება? იქამდე ხელს გვიშლის ამის შეგრძნებაში ახალმთვარეობა, რომელიც ჩვენ გვაქვს 25-ში, ანუ 4 შაბათს. ამიტომ შემოკარგებო ესე იგი 4 შაბათამდე ეს დღე, ეს ხვალ და თვითონ 4 შაბათი გავიაროთ ცოტა ყურადღებით. აი დღეს განსაკუთრებით მინდა სპეცსამსახურებს ყურადღება მეაქციონ ღვარცოფების ტენდენცია ალბათობა არის მაღალი. აუცილებლობა არა, მაგრამ ალბათობა არის. ეხლა აღვნიშნოთ ტრაუმატული სიტუაციების ტენდენციაც მაღალია. აი ხარ მოდიოდი აქ ტრასაზე იყო 1-2 უკვე სიტუაცია ესეთი, რომ აი ბეწვზე გადარჩა ავარიას. ორი მანქანა. შესაბამისად, ეს ტენდენციები დღეს არის გავითვალისწინოთ. ამის გარდა არაფერი ახალი სარისკო ეხა მნიშვნელოვანი აი ხარ დავიწყოთ. 5 შაბათამდე. აი 5 შაბათიდან კი ბატონო შეგვიძლია საერთოდ ცხოვრება ადამიანმა ახლებურად დაიწყოს. და აი თუ უნდა და რაღაც განახლებები და რაღაც უშუალო ახალი პროექტები ეს ყველაფერი 5 შაბათიდან ჯობია. დღეს ხვალ ზეგ ჯობია ყოველდღიური საქმეებით შემოვიფარგლოთ ან ძველი საქმეები დავასრულოთ და განსაკუთრებით 20 შაბათი ყურადღებით ხილად გავეროთ, იმიტომ რომ ახალმთვარეობა ჩვენ გვაქვს კერჩხების ზოდიაკოში. ანუ აქ მზე და მთვარე ხვდებიან ერთმანეთს და კერჩხები ყველაზე მეტად რეაგირებს ახალმთვარეობაზე და ამ დროს რადგან ეს კერჩხების ზოდიაკოში ხდება, ყველაზე ახდენს ძალიან ძლიერ ზეგავლენას, განსაკუთრებით ემოციური ფონი ხდება არასტაბილური. ამიტომ ვაკონტროლოთ ემოცია და უცაბედი ხასიათცვალე არ გაიკვირდეთ ხა თუ 25-ში თქვენი ოჯახის წევრებს უცებ შეეცვლებათ ხასიათი და თან რამდენჯერმე. აქ მოდით ასე ვთქვათ, აი მოიქცოთ სწორად რა. ადამიანს ნუ ეტყვით რა მოგივიდა ვინ გაწყენა შემდგომ. თვითონ არ იცის იმ რა მოვიდა. რეალურად არის მთვარის ენერგიის განსაკუთრებულად ნეგატიური ზეგავლენა და ადამიანს ეწყება თავდაცვითი რეაქცია ამ ენერგიის საწინააღმდეგოდ. ამიტომ უნდა ცოტა ხნით რომ მარტო დარჩეს. ამიტომ ამ კუთხე კონტროლი იპოვეთ თქვენი მუსიკას მოусმინეთ რა იმის ასე მთვარე სწრაფად გადაივლის ამ წერტილს და ძალიან მალე მოხოთ განწყობაზე. ამიტომ ჯობია რომ ამ დროს ერთმანეთს ვაცალოთ 25-ში არავითარი კონფლიქტები, არავითარი საქმეთა გარჩევები, პროვოკაციების ალბათობა მაღალია. ჯანმრთელობას გავაფრთხილდეთ და ახლა ეს 3 დღე განსაკუთრებით რის მიმართ კოშნასტავის ზონა სუსტება, ფილტვების სუსტება. ანუ თამბაქო ნაკლებად 1 უჰაერო სივრცეში ყოფნა ნაკლებად, იმიტომ რომ შეიძლება ცოტა თავროს ხვევი დისკომფორტი გამოიწვიოს ამ დღეებში და რასაკვირველია კვების პროდუქტების ხარისხი. და უნდა იყოს წინა პლანზე წამოწეული, რომ ამას მერე პრობლემები არ მოყოს. და 4 შაბათი გავიაროთ იუმორით, მშვიდად, დადებითი განწყობით, მეტი ოპტიმიზმით და მეტი, ასე ვთქვათ, ერთმანეთის სიყვარულით. ლოცვა იქნება ძალიან კარგი ასე 4 შაბათს. აი ეს ტენდენციები გავითვალისწინოთ პირველ რიგში ამ დღეების განმავლობაში. ხა რაც შეეხება უკვე 5 შაბათს, 5 შაბათიდან უკვე შეგვიძლია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილოთ, დავიწყოთ ახალი იდეები, პროექტები, ხელშეკრულებები, მოლაპარაკებები ვაწარმოოთ, იმიტომ რომ აქ შეიძლება უკვე რადიკალურად სასიკეთო ცვლილებები წამოვიდეს ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში და კიდევ რით არის მნიშვნელოვანი 5 შაბათი. მერკური, გონების ინტელექტის მმართველი პლანეტა 5 შაბათიდან გადადის საკმაოდ დიდი ხნით ლომის ზოდიაკოში. ეს გვაძლევს კარგ და ცუდს. რა არის კარგი ამაში? გონება מחვილობა მატლობს, კეთილშობილება მატლობს, სიყვარულისადმი მიდრეკილება ძლიერდება ადამიანში, შვილებისადმი მიდრეკილება, საუკეთესო დროა სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობებისათვის, ასევე ორგანიზატორული ნიჭი, ლიდერული წესებები ადამიანში უშიშარი მებრძოლი სულისკვეთება წამოიწევს წინა პლანზე, მაგრამ რა არის ცუდი? სიზარმაცისადმი მიდრეკილება გონებისა, სუსტრაფობა, ფულის ხარჯვისადმი
მიდრეკილება, პრეტენზიულობა სხვების მიმართ და ეგოიზმი. აი ეს ტენდენციები ეთხოვენ ცოტა მეტ ყურადღებას. და ახლა აღნიშნოთ ისიც, რომ პარასკევი მთლიანად, შაბათი მთლიანად და კვირა დღის, სადღაც 3 საათამდე. აი აქ სუსტდება გულსიზარღვანე სისტემა. ამიტომ შემთხვევნა არავითარი ამ პერიოდში ნერვიულობა, ფიზიკურ-ემოციური გადავლა, პლუს არავითარი სიმძიმეების ზედმეტად აწევა და თრევა, მოდი ასე ვთქვათ, გულზე რაც ახდენს ნეგატიურზე გავლენას, მოერიდეთ სოლარიუმს, მოერიდეთ აბანოს ამ პერიოდში და საუნას. ანუ ყველაფერს იმას, რაც ნეგატიურ დახს ასვავს ორგანიზმის ამ ნაწილს, რომელსაც ქვია გულსიზარღვანე სისტემა. და აქედან გამომდინარე დავიზღოთ ცოტა ამისგან თავი. ეს ზოგადი ტენდენციები ამ კვირისა, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ. 26 რიცხვიდან დედამიწა შედის უკვე აშკარად დადებითი ერგოველში, ამიტომ ურთიერთგაგებაც მოიმატებს, იდეების რეალიზაცია უფრო მეტად შესაძლებელი იქნება, განწყობაც უმჯობესდება და ასე შემდგომ იმედია ამიდიც მეტნაკლებად უფრო მეტად სტაბილურდება ამ პერიოდიდან. ეხლა ყველა ზოდიაქოს ნიშანს ამიტომ ვთხოვ, რომ ეს გაითვალისწინონ და თუ რაღაც მნიშვნელოვანი იდეები, პროექტები, მოლაპარაკებები გაქვთ დასახულია, ჯობია უკვე 26 რიცხვიდან განახორციელოთ. თუმცა თუ აუცილებლობა ახლა დღეს ხვალ, კი ბატონო, ესეც შესრულდება, ოღონდ ცოტა მეტი სიფრთხილით, ცოტა მეტი გადამოწმებით ინფორმაციისა და პროვოკაციებზე არა ვყოლით. აი ამას მეაქცევთ ყურადღება. ეხლა რაც შეეხება უკვე ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს, მათ პერსპექტივებს დავიწყოთ ვერძით. პირველი ნიშანი ცეცხლოვანი ეს არის ვერძი. ვერძისთვის საკმაოდ კარგი კვირა, მაგრამ განსაკუთრებით მეორე ნახევარი. მოდი ასე ვთქვათ, ჯერ თიანრგო ტონუსი მაღალი აქვს, მას ჯერ კიდევ შეუძლია აქტიური მოქმედება, ინიციატივის გამოვლენა, გონებამახვილობის წარმოჩენა, ლიდერია, ხელმძღვანელია, ეს ყველაფერი ძალიან კარგია და უფრო მეტიც საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება შეუძლია. აი ადრე თუ არ გეცვალათ მაგალითად რაღაც საყოფაცხოვრებო საკითხები იყო მოსაგვარებელი. აი ახლა სწორედ ამისთვის მოიცლით, ყველაფერს დაალაგებთ სახში, მოაწესრიგებთ სიტუაციას, რაც მეტად კარგი ურთიერთობა გექნება დაუშვათ ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან მიმართებაში, ეს არის ის ფუნდამენტი, რომელზედაც დგომით, თქვენ შეგიძლიათ იდეების რეალიზაცია, ძალიან საინტერესო პროექტების განხორციელება და მეტად ცხოვრებისეული წინსვლა. ძალიან ძლიერდება ინტუიცია. ამიტომ ინტუიციაზე დახრნობით, გასაგებით სწორად ჩვენს გააკეთებთ ამ პერიოდში. ძირითადი საკითხები, რაც უკვე უმჯობესია უკვე 26 რიცხვიდან განახორციელოთ. რაც შეეხება კურო ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, ეხლა მოდი ავუშვათ, რომ მიწის ნიშნებს, როგორც არის კურო, თხისქა, გაძული და წყლის ნიშნებს, როგორც არის კირჩხიბი ამ შემთხვევაში თავზები და მორიელი, ესე იგი ეწყება ძალიან საინტერესო და კარგი პერიოდი. ოღონდ შემთხვევნა, ეხლა უკვე დღეს უკვე იყო პრეტენზიები, რომ რაღაცა ჯერ ვერ ვსდობ თავს ისე, როგორც უნდა იყოსო, ჯერ ვერ იქნებ შემოკარგება, იმიტომ რომ ახალი შესულია მზე კირჩხიბის ზოდიაქოში და ამ ნიშნების ერგოტონუსი მათ შორის კუროს იწყებს აწევას. ოღონდ ჯერ ამას ესე უცებ ვერ იგზნობთ 1-2 დღეში, თქვენ ამას უკვე იგზნობთ 26 რიცხვიდან. როცა ეს ახლა ჩვენ გვაქვს ჯერ სასტარტო მდგომარეობა, აი თქვენი ენერგოტონუსი იწყებს აი ნულიდან ოდნავ გადასვლას უკეთესობისკენ, ხო? რაც უფრო მეტად ავაზევით, მეტად უფრო მეტად იგზნობთ ამას. ამიტომ დაახლოებით 26 რიცხვიდან უფრო მეტად იგზნობთ, მაგრამ უკვე დაიწყო ეს პროცესი, ენერგოტონუსი უმჯობესდება. ნელ-ნელა კურო იგზნობს, რომ შრომის უნარიანობა მატულობს, ნაკლებად იღლება, თუმცა ჯერ კიდევ არ არის სათანადო ფორმაში ფიზიკური კუთხით. აი ეს გაითვალისწინოთ, ამასთან არის ეს დაკავშირებული. თან ახალმთვარეობა მოდის, ახალმთვარეობაც გარკვეულწილად აფრკოლებს ცოტა აი ამ შეგრძნებებს დადებითი მომენტების, მაგრამ ხუჩაბათის მერე უკვე აქ ყველაფერი დაალაგდება. სამაგეროდ კუროს აქვს ძალიან კარგი შანსები, რომ მნიშვნელოვანი გაწყვეტილებებიც მიიღოს, მე ურჩევ რომ სკოლის ყველაფერი 26 რიცხვიდან განხორციელდეს მეტად და შეუძლია მატერიალურ მდგომარეობაც გაუმჯობესოს. ეს ის პერიოდია, როდესაც ეს არის პერიოდი მრავალფეროვანი კონტაქტების, შეხვედრების, მოლაპარაკებების, საინტერესო ინფორმაციის მიღება შეუძლია, პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს, მოგზაურობის კუთხითაც კი იწყება ძალიან საინტერესო პერიოდი, რომელიც ხელს უწყობს მნიშვნელოვანი პარტნიორული თანამშრომლობის ჩამოყალიბებას. ხელს უწყობს სამნიშნავანი ცოდნის სიღრმისეულ, ასე ვთქვათ, სფეროებში ჩათვლომას და აქედან გამომდინარე სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლათაც კი ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი. ამიტომ კუროს ეწყება საკმაოდ კარგი დროება 26 რიცხვიდან ამას უფრო მეტად იგრძნობთ. ტყუპებს რაც შეეხება, მთავარი პრობლემა ტყუპების აქ რა არის? არ არის სასურველი თქვენთვის აქ, მაგალითად შორეული მოგზაურობა და ნივლინება უცხოეთში. აი ამას მოვერიდოთ, იმიტომ რომ აქ ცოტა მეტი სირთულეები წარმოიქმნება. სხვა მხრივ პერიოდი კარგია, ერგოტონუსი ჯერ კიდევ მაღალი გაქვთ, თქვენი გონებამახვილობა, იუმორის კარგი უნარი, პარტნიორული თანამშრომლობის უნარი მოგცემს კარგ შესაძლებლობებს და ეს არის ის პერიოდი, როდესაც თქვენ
თავისუფლდები წნეხისგან. გასაგებად 26 რიცხვიდან იგრძნობთ ამას. ანუ წნეხი, რომელიც მოდიოდა პარტიორთა მხრიდან, ყოფ ადამიანთა მხრიდან, ეს ყველაფერი მცირდება, ან ისპობა და თქვენ გძნობთ, რომ უფრო თავისუფალი ხართ. უფრო შეიძლება სპონტანური იმპროვიზაცია და ამ პირობებში თქვენი ნაყოფიერება მუშაობისა გაცილებით უფრო მაღალი ხდება. ამიტომ ეს უკვე ხელში უწყობს იდეების რეალიზაციას, პროფესიონალურ წინსვლას, პარტნიორულ თანამშრომლობას და ბევრ სხვა სასიკეთო ცვლილებებს. რაც შეეხება კირჩხიბს, აი, რასკვლელია კირჩხიბის დრო ახლა. შემოკარგებო კირჩხიბებო, ვარსკვლავური დრო დადგა თქვენ ცხოვრებაში. ამიტომ ეხლა ჯერ ვერ იგრძნობთ ამას 26-მდე, იმიტომ რომ თან ახალ მთვარეობაა კირჩხიბში და თქვენ პირიქით ახლა შეიძლება რაღაც შინაგანი დისკომფორტული ემოციური მომენტები უფრო მეტად იგრძნოთ ამ დღეებში, მაგრამ 26-დანაც ყველაფერი დაალაგდება. თავარი ის არის, რომ ეხლა ზეც კირჩხიბის ზოდიაკოშია, გამარჯვების პლანეტაც კირჩხიბშია, მფარველი ანგელოზი სელენაც კირჩხიბშია, ამიტომ თქვენი საინტერესო დრო მოდის. ამიტომ ეხლა დასახეთ ამ დღეებში. დაუშვათ და უკვე რეალიზაცია დაიწყეთ ამ თქვენი გეგმების 26 რიცხვიდან. ეს არის საუკეთესო პერიოდი, უახლოესი 1 თვე, რომელიც გაძლევთ საშუალებას, რომ გამოავლინოთ თქვენი შარმი, კრეატიულობა, მიზიდულობა, იდეების რეალიზაცია მოახდინოთ როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი იქნებით ძალიან კარგი ინტუიცია, იზრდება ყოველდღე. ამიტომ შესაძლებლობები ყველა სფეროში გაქვთ ზემაღალი. თავარი მოქმედი პირი წარმატების ფაქტორი ხართ ახლა თქვენ. ოღონდ ვიმეორებ 26 რიცხვიდან ამას მეტად იგრძნობთ. რაც შეეხება ლომის იმპერატორულ ნიშანს, აქ ისევ პარტნიორები ერთვებიან მომაცხოვრებაში. ანუ რა იგულისხმება? გენ საქმიანი, გენ სასწავლო პარტნიორების მხრიდან მოდის წნეხი. რაც რასაკვირველია, ცოტა ამ ნიშანს აწუხებს, აღიზიანებს და შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში ძალიან მძაფრი რეაქციები კონდეს ამაზე. ეს კი შეიძლება დასრულდეს ან კონფლიქტებით, ან საერთოდ დაშორებით. ამიტომ ვიყავით ამ ხრი ყურადღებით. ეს არის მთავარი თქვენი პრობლემა, განსაკუთრებით აი კვირის პირველ ნახევარში. მაგრამ ენერგოტონუს ეს ნიშანი არ უჩვევის. ჯანმრთელობა მდგრადია. ეს ის პერიოდი, რომელსაც მასა აქვს საშუალება, რომ იდეებიც განახორციელოს, არათი პრობლემაც გადაწყვიტოს, თუმცა კოსმოსი ითხოვს უკვე მისგან რას, ენაზე კბილის დაჭერას. საიდუმლოს დაცვას და ისე მოქმედებას. თუ მეტი ტაქტი, თავდაჭერა ექნებოდა დიპლომატია პარტნიორულ ურთიერთობებში და ამ წნეხზე არ მისცემს ესეთ მძაფ რეაქციებს, მაშინ ეს ურთიერთობა შეიძლება შენარჩუნდეს და შემდგომ უფრო მეტად გამოსწორდეს და სასიკეთოც გახდეს. მაგრამ შემდეგ კვირა უფრო რთული ექნება, რასკვლელია, რომ ლომი შედის უკვე დაავადების წინა პერიოდში, ესეც გავითვალისწინოთ. რაც შეეხება ახლა ქალწულებს, ქალწულის შრომის უნარიანობა მატლობს, თუმცა თქვენ 26 რიცხვიდან ამას უფრო მეტად იგრძნობთ. ეს ნიშანი ხდება უფრო ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული. ახლა შეგიძლიათ დაავალოთ რაც გინდათ, ყველაფერს გააკეთებს გადასარევად, მაღალი პასუხისგებლობით. ამიტომ შანსები წარმატების ამ ნიშანს აქვს უდაოდ დიდი, ოღონდ კოსმოს თავისი მოთხოვნები აქვს თქვენდამი. რას ითხოვს იგი თქვენგან? რეფორმებს და სიახლეებს. რას მაინდამაინც ამ ნიშანს არ უყურს. ამიტომ მეტი ურთიერთობა ინტერნეტთან, აქედან შეიძლება გაიცნოთ საინტერესო ადამიანების მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ. ძალიან კარგი პერიოდია სწავლისთვის და ახალი იდეების ჩამოყალიბებისა და მათი კონკრეტული რეალიზაციისათვის. ხოჭოს მეგობრული კონტაქტები შეიძლება უფრო მეტად გაუმჯობესდეს, ან ახალი მეგობრული წრეც შეიკრას. შეიტანეთ რეფორმები თქვენს მეთოდოლოგიაში, თქვენს საქმეებში, შეიძლება თქვენს გარეგნობაში. რაც მეტი სიახლეები იქნება თქვენს ცხოვრებაში, მით უფრო მეტად წახვალ წინ. რაც შეეხება სასწორის ჰაერისტიკის ნიშანს, სასწორის ენერგოტონუსი ჯერ კიდევ მდგრადია, მაღალია, სხვათა კომპენსაციის პერიოდი, აი ადრეული საქმეებიდან. თქვენ შეიძლება კომპენსაცია მიიღოთ ახლა მატერიალური კუთხით, გაუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა, პროფესიონალური კუთხით არის ცუდი პერიოდი. თუ თქვენ მით უმეტეს კარგი ურთიერთობები გაქვთ შენარჩუნებული იგივე ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან, შეიძლება ახალი თანამდებობის წინაშე აღმოჩნდეთ და რაღაც საინტერესო საქმიანი პროფესიონალური კუთხით წინსვლისთვის აუცილებელი წინადადებაც მიიღოთ. რაც მეტად იქნებით ორგანიზებული, დისციპლინირებული, მიზანსწრაფული, შეუპოვარი, მით უფრო მეტ წარმატებებს აღწევთ ამ პერიოდში. და რაც შეეხება უკვე მორიელს ენერგოტონუსი ემატება. ამიტომ ის გრძნობს, რომ ყოველ დღე დასრულდა 26-დან მეტად იგრძნობ, ინტუიცია ძლიერდება, ენერგია გემატება, შრომის უნარიანობა მატლობს, მებრძოლის სულისკვეთება, შეუპოვრობა, მაგრამ გავითვალისწინოთ თავარი რა, კონტაქტი უცხოელებთან. აი თქვენი წარმატების საწინდარი. ხა ეს არის აუცილებელი მანეთ უცხოეთში წახვიდეთ. თუ წახვალთ და იქნება იგი მევლინება თუ სხვა ფორმით, იქნება ძალიან კარგი, მაგრამ შეიძლება აქაც საქართველოში. მაგათად გაიცნოთ უცხოელი პარტნიორი, რომელსაც შემდგომ ჩამოყალიბდება პარტნიორი თანამშრომლობა, ან დაიწყოთ დაუშვათ მუშაობა უცხოელ ფირმაში. რაც ასევე წარმატებას გასდის თქვენ ცხოვრებაში. უცხოენების ასათვისებოდ ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია და კოსმოსი ითხოვს თქვენგან რას? უახლოეს ერთ მინიმუმ ერთ კვირაში და მაქსიმუმ ერთ თვეში ოპტიმიზმს. რაღაცა რომც არ გამოგივიდეთ, როგორ ხვდებით მას, არა დრამატიზირებით, როგორც თქვენ ჩვევიან, არამედ ოპტიმიზმით.
რაც თქვენი წარმატების ფაქტორი იქნება. და რაც შეეხება უკვე მშვილდოსნება მატულობს თქვენ შეღა თქვენ ისედაც იუმორით დაჯილდოებული ნიშანი ხართ. ეხლა კიდევ მეტად მატულობს ეს იუმორი და ძალიან კარგია სხვა ჩვენს, იმიტომ რომ იუმორით მეუდგები ცხოვრების პრობლემებს და უფრო ადვილად გადაწყვიტავთ უბრალოდ. ძალიან ბევრი ისეთ საკითხი, რომ მე წინა პერიოდში გაღიზიანებდათ, ეხლა ამას იუმორით გაიხსენებთ და თქვენს გაიცინებთ და სხვასაც გაახალისებთ, მოდი ესე ვთქვათ, ხო? პლუს გონება מחვილობა საკმაოდ მაღალ დონეზე ჯერ კიდევ აქტიურები ხართ, ენერგიულები, წარმატების შანსიც მაღალია. შეიძლება სხვა შეს მანქანების ყიდვა გაყიდვის პერიოდის დავარქვათ მას, ამ ხრივაც არის კარგი ეს პერიოდი და მოდი ავუშვათ, რომ ეს ის დროა, რომლისთვისაც თქვენ გეძლევათ საშუალება პარტნიორული საინტერესო თანამშრომლობის. შეიძლება ახალი ადამიანები გაიცნოთ და მათთან პარტნიორული გინდათ ბიზნეს, გინდათ პირადი ურთიერთობა, ასე ვთქვათ, გაჩაღდეს საინტერესო და აი ესეც უკვე დადებითი ფაქტორი იქნება თქვენ ცხოვრებაში. ამიტომ მთლიანობაში კვირა კარგია, მაგრამ კვირის მეორე ნახევარი რო უკეთესია, ნუ ამაზე ჩვენ უკვე თავიდან ვისაუბრეთ. ეხლა რაც შეეხება ისეთ ნიშანს, როგორც არის თხის რქა. თხის რქებო, შემოკარგებო, პირველ რიგში ენერგოტონუსი თქვენი მატულობს. თქვენც ახლა იგივეს მეტყვით ვიცი, რაც ხვები, რომ ჯერ ამას ვერ ვძდობთ და ჯერ ვერ ვზნოთ მართალი ხარ. უახლოვდებით ჩვენ ახალმთვარეობის ცოტა რთულ დღეს. ამას იგრძნობთ უკვე ახალმთვარეობის შემდგომ 26 რიცხვიდან 5 შაბათიდან, როცა უკვე თქვენ იგრძნობთ, რომ ცოტა მატულობს შრომის უნარიანობა უკვე ისე ადვილად არ იღლებით, ისე ადვილად არ ღიზიანდებით, ანუ ემოციური ფონის ნელ-ნელა ლაგდება და შესაძლებლობები უკეთესი ხდება, პირადი ურთიერთობაც ლაგდება, სამსაუბრებელი სფეროც უმჯობესდება, ფინანსური კუთხითაც შეიძლება გაილაღოთ სხვათ შორის და ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობა. გინდათ ბიზნეს საქმიანი პარტნიორული ურთიერთობა, გინდათ სასკვარლო პარტნიორული ურთიერთობა, ანუ თქვენ აქ რა მოგეთხოვებათ? არა სიხისტე, არა სიჯუტე და პირდაპირობა, რაც საერთოდ გახასიათებთ, არამედ კოსმოსი ახლა თქვენგან ითხოვს რას, რომ გახდეთ უფრო მოქნილი, უფრო რბილი ურთიერთობებში, უფრო დიპლომატიური. პრობლემა შეიქმნა და უშუალოდ პარტნიორებთან გინდ სახში, გინდ სამსახურში რა უნდა გქნათ? პირდაპირ და ხისტად კი არა, არამედ მშვიდობიანად დიპლომატიის გამოყენებით, მეტად კომპრომისებით მიაღწიოთ კონსენსუსს. აი ეს მოგეთხოვებათ პირველ რიგში და კიდევ სამართლიანობის დაცვა. აი რაც მეტად თქვენ შეძლებთ აქ სამართლიანობის პრინციპების დაცვას, მით მეტად თქვენი ავტორიტეტი გაიზრდება, პოპულარობა მოიმატებს და იქნებით უფრო მეტად წარმატებულები. მთლიანობაში უკვე 5 შაბათიდან იწყება თქვენთვის საკმაოდ კარგი, როგორც ფინანსური კუთხით, ასევე პროფესიონალური კუთხით წარმატებული პერიოდი, ოღონდ ბევრი რამ დამოკიდებულია ვიმეორებ პარტნიორულ ურთიერთობებზე. რაც მეტად ეს ურთიერთობა არის მდგრადი, ჰარმონიული, მით მეტად წახვალ წინ და პირიქით. რაც შეეხება მერწყულებს ხეთ შორის საინტერესო პერიოდი აქვთ იმ კუთხით, რომ ჯერ კიდევ ენერგოტონუსი მდგრადია, შემდეგ კვირიდან უკვე აშკარად დაეცემა იგი, მაგრამ ჯერ მდგრადია. ამიტომ შრომის უნარიანობა, ნებისყოფა, აქტიურად მოქონების უნარი, კომუნიკაბელურობა, გონება מחვილობა ჯერ სათანადო დონეზე. ამიტომ იდეების გენერირებაც ხდება საინტერესო. სხვა შორის ფინანსური კუთხითაც პერიოდი კარგია, შეიძლება ადრეული პერიოდიდანაც მიიღოთ ფინანსური რაღაც სახსრები, შეიძლება ახლა იყოს ჩართული ისეთ იდეა პროექტებში, რომელიც ასევე ფინანსურად იქნება მეტად მომგებიანი, ამიტომ შანსები წარმატებისა უდაოდ გაქვთ და თან მრავალფეროვანი. რაც თავარია, გეძლევათ საშუალება, რომ დაალაგდეთ. აი დავუშვათ რაღაც სიტუაცია იყო არეული, გინ სახში, გინ სამსახურში. აი ახლა დაალაგებთ. პრობლემებს შედარებით ადვილად მოაგვარებთ. გონება იყო თქვენი არეული, აი ახლა გეძლევათ ამის დაალაგების საშუალება. ჯანმრთელობის პრობლემები იყო, აი ახლა შეგიძლიათ დაალაგდეთ და მოაწესრიგოთ თქვენი არაერთი საკითხი და ლაგდება ურთიერთობა მათ შორის ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან, რაც წინაპირობა თქვენი წარმატებისა, მით უმეტეს განსაკუთრებით კვირის მეორე ნახევარში. ამიტომ შანსები წარმატებისა უდაოდ გაქვთ, თან მზარდი გაქვთ ინტუიციაზე დაყრდნობით, ასევე სწორად მოქმედებთ. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშანს, თევზებო, სიყვარულის დროა თქვენ ცხოვრებაში. ამიტომ გაითვალისწინეთ ახლა თქვენი მეხუთე სიყვარულის სახლი ყველაზე მეტად აქტიურდება და ეს გაძლევთ ყველაზე მეტ შანსებს წარმატებისა, ამიტომ ქორწინებისთვის, არსებული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, ახალი რომანტიული ურთიერთობებისათვის ერთ-ერთი საუკეთესო დროა. პარტნიორული ურთიერთობა, რადიკალურად გაუმჯობესდება, შვილებთან ურთიერთობა უმჯობესდება და ურთიერთგაგება პიკს აღწევს. კონკურსებში, ლატარეებში მონაწილეობის მიღება ძალიან წარმატებული იქნება. ამიტომ ახლა დრო როცა თქვენ უნდა შეიძინოთ ლატარეები, რაღაც სხვადასხვა თამაშებში მიიღოთ მონაწილეობა, იმიტომ რომ შანსები წარმატებისა გაქვთ არნახულად დიდი. თან ინტუიცია მზარდი და ზუსტად ვცნობთ რა უნდა გააკეთოთ, როდის და რა შეიძინოთ. აი ეს მომენტია, როცა გახსოვთ ალბათ, მე მყავდა ერთ სხვა შეს თევზები, საოცარი გოგო იყო, საოცარი ინტუიციის პატრონი
ზუსტად იცოდა აი ბილეთი რომელი უნდა იყო. არა ყოველგვარ ჩაწყობების garaში ხო? აი ბილეთები გამოცდებზე ხო? აი გული მიგზნობს. რამდენჯერ დაადებდა ერთს არა იღებდა. მე აიღებდა ზუსტად ის იყო რაც მას უნდა. აი ეს სასწაული ინტუიცია ამ ნიშანს აქვს, ამ ინტუიციაზე დაყრდნობით საკუთარ ინტუიციას. იქნებით მეტად წარმატებული. ენერგოტონუსი მატულობს, წარმატების ფაქტორი მოიმატებს განსხვავებით 26 რიცხვიდან. გადასარევ, ესე იგი არ უნდა გაჩერდნენ უქმად თევზები და უნდა გამოიყენონ ყოველი წუთი და ყოველი წამი სიყვარულისთვის, არა მხოლოდ თევზებმა, ზოგადად ცხოვრება ამისთვის არის ჩამოძვირფასებო, რომ შექმნათ შესაძლებლობები და მივიღოთ მაქსიმალური რაც შეიძლება ადამიანმა მიიღოს მისგან. თქვენ გაქვთ ინფორმაცია იმისთვის რომ შეიარაღდეთ და შესაბამისად დაგეგმოთ მთელი კვირა. ჩვენ ამ ფორმატში შევხვდებით ერთმანეთს მომდევნო ორშაბათს, კიდევ ერთხელ ვთქვათ რომ ოთხშაბათს არის ახალი მთვარე, შესაბამისად ის თავის ემოციურ გავლენას ახდენს ყველაზე და მაინც ნუ გადაირევით მაქსიმალურად შვიდად. ოჯახში კონფლიქტი არ შეეტოვოთ, კერჩხებით ან ოჯახის ნიშანი, აი იქ ზედმეტი ემოცია არ გამოვიდა, დაკონტროლეთ თავი. მადლობა ყურადღებისთვის, ჩვენ ერთმანეთს ამ ფორმატში მომდევნო ორშაბათს შევხვდებით.